მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მოდით ჩვენ ნახოთ თუ როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები მომდევნო 1 თვის, ანუ მარტის განმავლობაში. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, ქვებსაც დავარიგებ ახლავე, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არგანებსაც დავარიგებთ, პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში, ამ დასტით დიდი ხანია არ გამიკეთებია საჯარო გაშლები. და ვნახოთ აბა როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები მარტის თვეში, მომდევნო 1 თვის განმავლობაში. როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები და მეორე ვარიანტის ფინანსები. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ, ფოკუსი გავასწორეთ, იმედი მაქვს ორივე ვარიანტი კარგად გადასარევად ჩანს. იმედი მაქვს ყველას ფინანსური ენერგია მოემატება მარტის თვეში. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩემი პროგრამული სანთლები უკვე არის გაყიდვაში, მათ შორის არის სანთელი სახელწოდებით ფინანსური ბორბალი, რომელიც დაგეხმარებათ ფინანსების მოზიდვაში, გაუმჯობესებაში და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ ფინანსების კუთხით, ხმლების სამიანი. რატომ მოვიწყინეთ პირველი ვარიანტი, რა გინდათ, რა გჭირთ? დავამატოთ არკანები, ვნახოთ როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები მარტის თვეში. კვერთხების 10-იანი, თასების 4-იანი. მეგობრებო, რატომ ხართ ასეთ დეპრესიულ მდგომარეობაში? რატო? აქ პირველ რიგში აქ უფრო მეტად თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას მიჩვენებს, თითქოს თქვენ რაღაც იმედგაცრუება გაქვთ ფინანსურ ენერგიასთან დაკავშირებით, თითქოს ბევრი პასუხისმგებლობა არის თქვენზე, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული საკუთარ თავზე, ბევრად უფრო მეც აკეთებთ, ბევრად უფრო მეც იღებთ საკუთარ თავზე, ვიდრე ღებულობთ ფინანსური ენერგიის კუთხით. და ამის ფონზე თითქოს ცოტა ისეთი დეპრესიული ენერგიები, გადაღლილობა, იგრძნობა. პირველ რიგში პირველი ვარიანტი მე თქვენ გეტყოდით იმას, რომ თქვენ ახლა გჭირდებათ დასვენება. დასვენება ყველანაირი სკროლვების, ყველანაირი ტელეფონების, ყველაფრის გარეშე დაისვენეთ, თორემ მე თვითონ მოვალ და გაგლახავთ. მე თვითონ დაგაძალებთ დასვენებას, დაისვენეთ, აუცილებლად თქვენ ეს გჭირდებათ. აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრ პასუხისმგებლობას, რამდენიმე დღით მაინც დაისვენეთ, იმიტომ რომ თუ თქვენ არ დაისვენებთ და ყველაფერი ასე ვთქვათ, დრამატულ ენერგიებში გადაგივათ, რაღაც ზედმეტად ბევრ დარდებში, ზედმეტად დეპრესიულ ფიქრებში ფინანსებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში თქვენი ფინანსური ენერგია არ გაუმჯობესდება, ხო? აქ თქვენი მთავარი პარაზიტი ცხოვრების ამ ეტაპზე არის თქვენივე შიში, თქვენივე შიშები, თქვენივე შფოთვები, თქვენივე გადაღლილობა. თუ თქვენ არ დაისვენებთ, თქვენი მდგომარეობა არ გამოსწორდება, პირდაპირ გეუბნებით. ფინანსების კუთხით რა გელოდებათ? ხმლების ტუზი, გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან, უკვე შეშვებული არის ის პროცესები, როდესაც გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. აქ მოდის რაღაც ახალის გააზრება, ახალი ხედვა, მაგრამ იმისათვის, რომ სამყაროს და რაც უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, თქვენს ფინანსურ ენერგიებს ცოტა სხვა კუთხით შეხედოთ, განახლებული ენერგიით შეხედოთ და განახლებული ხელი მოგიდოთ, ასე ვთქვათ, ამისათვის გჭირდებათ მანამდე დასვენება, შესვენება. რამდენიმე დღე მაინც დაისვენეთ. დანაშაულის, გრძნობის, დეპრესიების, ნეგატიური ფიქრების გარეშე. დაასვენეთ თქვენი ფსიქიკა და თქვენი სხეული. და თქვენ გაგიკვირდებათ როგორ სწრაფად, როგორ კარგად და როგორ ჰარმონიულად განახლდება თქვენი ფინანსური ენერგია. გარდა ამისა, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ის ინფორმაცია, მაგრამ აშკარად იგრძნობა ის, რომ რაღაც თქვენი ფინანსური ენერგია მიდის კონკრეტულ პარაზიტთან, ან პარაზიტ ადამიანებთან, მაგალითად ვიღაც შესაძლოა იყოს თქვენს რეალობაში, ვინც მუდმივად მას ესხე მომეცი, დამეხმარე, მიშველე, რაღაც ასეთი სიტყვებით მოდის, ამ კუთხითაც მეტი სიფრთხილე შეინარჩუნეთ, პირველი ვარიანტი. კიდევ ვნახოთ ხმლების რაინდი.
პენტაკლების 6-იანი. შეხედეთ მეგობრებო, იმისათვის რომ თქვენი ფინანსური ენერგია გააუმჯობესოთ, რაც თქვენ გელოდებათ მარტის თვეში ნამდვილად, აქ აუცილებლად იქნება თქვენი ფინანსური ენერგიის გაუმჯობესება. ნახეთ, ვერ ვიტყოდი იმას, რომ აქ მაინც და მაინც რაღაც კარიერული, არამქვეყნიური წინსვლა იქნება მეთქი და რაღაც ნახტომები და რაღაც გადასარევი მეთქი, მაგრამ როგორც მინიმუმ ფინანსების უფრო მჭიდრო შენარჩუნება, უფრო მეტი ძალა თქვენს ფინანსურ ენერგიებში ნამდვილად იგრძნობა, მაგრამ მანამდე როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, პირველ რიგში უნდა დაასვენოთ საკუთარი თავი, ეს ერთი, მეორე, უნდა ისწავლოთ თქვენი პირადი საზღვრების უფრო მკვეთრი დაცვა, იმიტომ რომ აქ თქვენს რეალობაში არიან პარაზიტები, ხოლო თუ არ არიან, მარტის თვეში გაფრთხილება იცოდეთ რომ ეცდებიან რომ თქვენს რეალობაში შემოვიდნენ. ამიტომაც მაქსიმალურად ჭკუით გაანაწილეთ თქვენი ფინანსური ენერგიები. გახსოვდეთ რომ ყველა არ იმსახურებს არც დახმარებას, არც ქველმოქმედებას. ყველა ადამიანი არ არის სანდო. გასესხება სესხებაზე 1000 ჯერ მithქვამს რომ ეს ყველანაირად ცუდი არის ფინანსური ენერგიისთვის, ხო? ამიტომაც ამ კუთხით იყავით მაქსიმალურად ფრთხილად. კიდევ ნახოთ როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები მარტის თვეში, ნახოთ აბა. არკანი პენტაკლების 5-იანი, არკანი იმპერატორი კაცი, არკანი ფორტუნას ბორბალი. მეგობრებო, ფინანსური არასტაბილურობა იგრძნობა, როგორც ნეგატიური, ასევე დადებითი თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ არასტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ენერგია ხან არის, ხან არ არის, ხო? და ნებისმიერ შემთხვევაში აქ მე გირჩევდით რომ კარგად გადახედოთ თქვენს ირგვლივ მყოფებს, იმიტომ რომ აქ იგრძნობა პარაზიტული ენერგიები. განსაკუთრებით კონკრეტული მამაკაცისგან მოდის თითქოს პარაზიტული ენერგია. სხვათა შორის ეს შეიძლება არ იყოს მამაკაცი, შეიძლება იყოს ქალი, ცოტა ისეთი მასკულანური ენერგიებით. სესხება გასესხების კუთხით იყავით ძალიან ფრთხილად. ნუ გაასესხებთ საერთოდ და ნუ ისესხებთ შეძლების დაგვარად. ჭკუით გონებით გაანაწილეთ თქვენი ფინანსური რესურსები. თქვენ გამოდიხართ ფინანსური კრიზისიდან, გამოდიხართ უენერგიობიდან, უფულობიდან, მაგრამ ეს არის მენტალურად ნელი პროცესი, ფიზიკურად კი სწრაფი. იცით რა გულისხმობ? მენტალური თვალსაზრისით თქვენ მოგიწევთ აქ საკუთარ თავზე ცოტა მეტი მუშაობა, ვიდრე ამას ელოდებით, ვიდრე ეს შეიძლება გინდოდეთ. იმიტომ რომ აქ მოდის საუბარი თქვენ შიშებზე, თქვენს დეპრესიულ განწყობაზე, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით აქ მოდის უცაბედი ფინანსური დახმარებები, უცაბედი ფინანსური წახმარებები, ენერგიები. გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან, მთავარია საკუთარ თავს ხელი შეუწყოთ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან დიდი მადლობა. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. თქვენთან რა ხდება, ნახოთ აბა. ხმლების მეფე. რაციონალიზმი, რაციონალური გონება, ფინანსების დათვლა, გამოთვლა, რაციონალურად განაწილება მათი, პირადი საზღვრების დაცვაც აქაც. კარგით, დავამატოთ არკანები ახლა და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს. როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები მარტის თვეში. არკანი ეშმაკი. არკანი ეშმაკი მეგობრებო. თქვენი ფინანსური ენერგია განვითარდება, იმიტომ რომ თქვენში ძალიან იგრძნობა აქ უკვე პოტენციალი, ძალიან ძლიერი ფინანსური ენერგიის პოტენციალი. აქ სავსებით შესაძლებელია იყოს რაღაც ახალი ბიზნეს იდეებიც კი. აქ თქვენი ფინანსური ენერგია გამძლავრდება, გაძლიერდება, მაგალითად აქამდე თუ იყო რაღაც გარკვეული პრობლემები ფინანსებთან, პრობლემები, არ ვიცი, კლიენტებთან, აუდიტორიასთან, ბონუსებთან, კოლეგებთან სამსახურში. ეს ყველაფერი გამოსწორდება, იმიტომ რომ გამოდიხართ რაღაც ნეგატიური ენერგიებიდან. თქვენში იღვიძებს პირველ რიგში თავდაჯერებულობა და თქვენ ამას უკვე გრძნობთ ძალიან კარგად ინტუიციის დონეზე. ხმლების 5-იანი. გრძნობთ. თქვენს რეალობაში ასევე ვიტყოდი იმას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გეჯიბრებიან, ან რომლებსაც თქვენ ეჯიბრებით. თქვენ შესაძლოა საკუთარ თავს ადარებდეთ სხვა ადამიანებს, თქვენს პოტენციალს ადარებდეთ, თქვენს შესაძლებლობებს ადარებდეთ.
მაგრამ მოდით ასეთ რაღაცას გეტყვით. ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური გზა, ყველას გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური სტარტული პოზიცია ამ ცხოვრებაში. ვიღაცას თავიდანვე აქვს ხელის შემწყობი ფაქტორები, ვიღაცას არა, ვიღაც 0-დან იწყებს, ვიღაც 10-დან იწყებს, ხო? და ნებისმიერ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით, ნუ ეჯიბრებით ნურავის შემოძვირფასო მეგობრებო. ერთადერთი გეტყოდით იმას, რომ კონკურენციის შეგრძნება, შეჯიბრის სურვილი იმისა, რომ ვიღაცას მოუგოთ. შურის შეგრძნება, ხო? გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ემოციები, რომლებსაც ჩვენ ასე მარტივად ვერ ვმართავთ და არც არის აუცილებელი. უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ შურის გამო და შეჯიბრის გამო არავის ცუდი არაფერი არ უნდა გავუკეთოთ, ხო? მაგრამ რა ვქნათ თუ რაღაც ნეგატიურ ემოციას განვიცდით, ხო? არ არის საჭირო მისი გადაყლაპვა. უბრალოდ გეტყვით იმას, რომ შური კონკურენციის შეგრძნება მოდის მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანმა გაბედა რაღაც ისეთი, რაც ჩვენ თავის დროზე ან ვერ გავბედეთ, ან არ გვქონდა იმის საშუალება, იმის პოტენციალი, რომ გაგვებედა, ხო? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის ცუდი, ან ჩვენ ვართ ცუდი, ან სუსტი, ხო? უბრალოდ ყველას თავისი გზა აქვს. გახსოვდეთ, ყველას თავისი გზა აქვს და თქვენც გაქვთ თქვენი ინდივიდუალური გზა, რომელზედაც ახლა ძალიან სწორად დგახართ. და თქვენი შურის შეგრძნება ან კონკურენციის შეგრძნება, რაც ან უკვე გაქვთ, ან შეიძლება გქონდეთ ამ პერიოდის განმავლობაში, გაჩვენებთ იმას, თუ სად უნდა მიმართოთ თქვენი ენერგია. არ უნდა მიმართოთ ადამიანში, უნდა მიმართოთ საკუთარ პოტენციალში. იმიტომ რომ შური და კონკურენცია ძალიან კარგად უსვამს ხაზს იმას, თუ სად არის ჩვენი სისუსტე და რა უნდა დავამუშაოთ საკუთარ თავში, ხო? დავამატოთ არკანები და ვნახოთ. როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები მარტის თვეში. არკანი ეშმაკის გარდა, არკანი ქურუმი ქალი. თქვენ ისე და ძალიან კარგად იცით, მეგობრებო, როგორც განვითარდება თქვენი ფინანსური ენერგია, ძალიან კარგად იცით, ძალიან კარგად ხვდებით ამას. აქ ძალიან მაგიური ენერგიები ჩანს არკანი ეშმაკი და არკანი ქურუმი ქალიდან გამომდინარე. ქურუმი ქალი ყოველთვის ხვდება, ყოველთვის იცის სად უნდა გასცეს ფინანსური ენერგია, რა დოზით, როგორი დოზით, სად უნდა მოძებნოს თავისი ფინანსური ენერგია, სად უნდა მოიპოვოს იგი. განსაკუთრებით ჩემი კოლეგებისთვის აქ ძალიან მკვეთრად ჩანს თქვენი ფინანსური ენერგიის მოზღვავება, გაძლიერება, თქვენი ინტუიციის გაძლიერება ამასთან ერთად. რაიმე სახის პრობლემები თუ იყო, სადარდებელი არაფერი არ გაქვთ, უბრალოდ ის გაითვალისწინეთ, რაც მე აქამდე ვისაუბრე, კონკურენციასთან დაკავშირებით, შურთან დაკავშირებით, მეტი გამბედაობა, მეგობრებო, მეტი თავდაჯერებულობა, მეტი გამბედაობა, თქვენ ყველაფერი გამოგივათ, ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში. ნუადარებთ საკუთარ წარუმატებლობას, სხვის წარმატებას, თქვენ თავად გახდით წარმატებული, 100%-ით მჯერა რომ გამოგივათ ყველაფერი, რაც თქვენ გინდათ. და არკანი სულელი, ნულოვანი არკანი. მეგობრებო, რამდენად მაგიური და საინტერესო გაშლა გვაქვს დღეს. მეორე ვარიანტი, რამდენად მაგიურები ხართ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. ნუ ადარებთ საკუთარ პოტენციალს სხვისას, გავიმეორებ, ნუ შეადარებთ. იმიტომ რომ ისევე როგორც სხვა ადამიანის პოტენციალი, თქვენი პოტენციალით შეუდარებელია. აქ თქვენს ფინანსურ ენერგიებში მოდის სრულიად ახალი საწყისი, მოდის თქვენი ფინანსური ენერგიის სრული განახლება. დააკვირდით თქვენ სისუსტეებს და იმის მაგივრად, რომ სხვისი შეგშურდეთ და იფიქროთ, რომ აი ის რითი მჯობია, მე რითი ვარ უარესი და ასე შემდეგ, ამის მაგივრად ჩაკიდეთ საკუთარ თავს ხელი, დაუდეკით საკუთარ თავს გვერდში და დაამუშავეთ თქვენი სისუსტეები, იმიტომ რომ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა გლობალური ფინანსური განახლება გელოდებათ აქ. თქვენი ფინანსები ნულიდან ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა პოტენციალამდე მიდის. მარტის თვეში. კიდევ ერთი არკანით მინდა რომ დავაგვირგვინო. ხმლების ათიანი. ძალიან ბევრი სისუსტე გაქვთ, მეგობრებო. ძალიან ბევრი სისუსტეები, ბევრი გადაღლილობა აქაც. მაგრამ დამიჯერეთ, თქვენი ეს გადაღლილობა, რაც აქამდე გქონდათ, თქვენი სისუსტეები, ნამდვილად გიღერთ იმ წარმატებისთვის, რომლისკენაც მიდიხართ. თავარია ნეგატიური ემოციების, კონკურენციის, შეჯიბრის, შურის ნიადაგზე არ გააკეთოთ რაღაც ცუდი. იმიტომ რომ თქვენი შური, თქვენი კონკურენციის შეგრძნება არის მხოლოდ თქვენი სისუსტეების მაჩვენებელი და არა ადამიანის, ხო? ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვას, გავიმეორებ. გამოდიხართ თქვენ ნეგატიური მდგომარეობიდან. გამოდიხართ ნელი ტემპით, მაგრამ ძალიან სწორი და ძალიან დიდი პოტენციალით.
სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, უღრმესი მადლობა. წარმატებები, ფინანსური ენერგია და ნახვამდის.